და ჩვენი პირველი სტუმარი ლევან მახაშულია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა ჩართვისათვის. დეზინფორმაციის კვალი რატომღაც მიდის დიდ ბრიტანეთამდეო, ასეთი იყო დღეს თქვენი კომენტარი ბრიტანეთის ელჩის კრიტიკული შენიშვნის პასუხად, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს დაუბრუნდება ევროატლანტიკურ გზას. რა ახსნა გაქვთ თქვენ მიერ გამოთქმული ეჭვის და იმის, რომ ერთგვარი სიმძიმის ცენტრმა ბრიუსელიდან გადაინაცვლა ლონდონში. რა არის ამის მიზეზი და რატომ საუბრობს ელჩი დაზიანებულ ურთიერთობაზე საქართველოსთან? საღამოშვიდობის ნათია, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ინტერესისთვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. დიახ, ჩვენ ჩემი განცხადება ციტირება მოახდინეთ ამ განცხადების, ეს კითხვები ყველა ჩვენგანს გაგვიჩნდა, მათ შორის განსაკუთრებით გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან, სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული არაერთი დეზინფორმაცია, არაერთი манипуляция და მცდელობა რაღაცნაირად შანტაჟის საქართველოს ხელისუფლების, ზოგადად საქართველოს საზოგადოების. და განსაკუთრებული ალბათ ბოლო წერტილი იყო BBC-ს სიუჟეტი, ეგრეთ წოდებული დოკუმენტური ფილმი, ჩვეულებრივი სიყალბე, როგორც გამოჩნდა, 5-6 დღიანი ჩვეულებრივი სიყალბე, იმდენად დარეტყუილი, რომ რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს გაგვიჩნდა არაერთი კითხვის ნიშანი, ეს ხომ არ არის ორკესტრირებული ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე. და ახალი ეტაპი, უბრალოდ აი ამ ჰიბრიდული შეტევის ახალი ეტაპი, ახალი ტალღა, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, აი ამ პროცესის ახალი ტალღა. და ამიტომ თქვი სწორედაც, რომ რატომღაც დიდი ყველა ის მსხვილი დეზინფორმაციული კამპანიის წყარო და საბოლოო კვალი რატომღაც მიდიოდა ბოლო პერიოდში ლონდონში და ჩვენ რა თქმა უნდა ეს კითხვები გვაქვს დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადით რაც ჩვენ მოვისმინეთ სულ ახლახანს ამაზეც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ რა ვიცი ღიმილის მომგვრელია ნამდვილად ეს განცხადება განსაკუთრებული დიდი ბრიტანეთის ელჩისგან დღეს ასევე თქვი რომ დიდი ბრიტანეთს დიდი ტრადიციები აქვს დიდი კულტურა აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ნამდვილად გასაკვირია დიდი ბრიტანეთის ელჩის ასეთი განცხადება პირიქით ასეთი სახელმწიფოსგან განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისგან ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მოთხოვნა ვიდრე შეიძლება სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოსგან რომ მაქსიმალურად დაიცვან დიპლომატიური ეტიკეტი თავი შეიკავონ შიდა საქმეებში ჩარევისგან და მით უმეტეს ასეთი ტყუილების გავრცელებისგან და უფრო მეტის დღეს ჩემო კოლეგებმაც პარლამენტში განაცხადეს რომ ნამდვილად დიდი ბრიტანეთს ალბათ თუ რამით უნდა იყოს დღეს დიდი ბრიტანეთი დაკავებული ისევ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, საკუთარ პოლიტიკას უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება ჩვენ მოვისმინეთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძალიან მძიმე განცხადებები დიდი ბრიტანეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებზე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ასე შემდგომ BBC-ზე სხვათა შორის ჩვენი მიზანი რაღაც სხვა ქვეყნები გავაკრიტიკოთ აქ მთავარი რაც არის ნათია და ამით შევაჯამებ მთავარი აქ არის ის რომ არაერთი კითხვის ნიშანი არაერთი კვალი დეზინფორმაციული ნარატივის მივწავიდა ლონდონისკენ და აუცილებელია რომ დიდმა ბრიტანეთმა საელჩოს წარმომადგენლის თუ მათი სხვა ოფიციალური წარმომადგენლის გააკეთოს მკაფიო განცხადებები, მკაფიო განმარტებები, რას უკავშირდება. ეს არის ელჩის თვით განცხადებები, თუ ეს არის კიდევ რაღაცა ჰიბრიდული პროცესის კიდევ ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ. მათ შორის დაზიანებულ ურთიერთობაზე მინიშნებათ, ეს როგორ შეიძლება აიხსნას? ხო, მათ შორის ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ არაერთხელ გვითქვავს ამ პროცესის ავტორი, ამ პროცესის წყარო და ინიციატორი საქართველოს არ ყოფილა პირიქით. დღემდე საზოგადოება ხედავს უამრავი შეტევის, უამრავი თავდასხმის, საქართველოზე თავდასხმის მიუხედავად ჩვენ რჩებით ცალმხრივი მეგობრობის პროცესში და მაქსიმალურად ვერიდებით ისეთი ან განცხადების გაკეთებას, ან გადაწყვეტილების მიღებას, რამაც შეიძლება ეს ომხრივი ურთიერთობები დააზიანოს. ამის კვალდაკვალ, ამის პარალელურად ჩვენ დღენიადად ვიღებთ აი ესეთ ყალბ ნარატივებს საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაბიჯებს არ გადავდგავთ. აუცილებლად ყველა ასეთ დეზინფორმაციულ კამპანიას უპასუხებთ სიმართლით აუცილებლად და არა იმ პროპაგანდით, რასაც ვისმენთ ხოლმე ამ ქვეყნებისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ კი ვინმე არის ავტორი, ინიციატორი, წყარო თუ მიზეზი აი ამ დაზიანებული ურთიერთობების, ეს ალბათ ლონდონში, ალბათ არა, ლონდონში უნდა ეძებონ ეს ადამიანები და ეს გავლენები და არა თბილისში. ბატონ ლევან, ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც ჩვენ ელჩის გამოსვლის ფრაგმენტი
ფრაგმენტები გაგვაცნეს და რომელზეც ახლა ნაწილობრივ თქვენ უკვე ისაუბრეთ, ასევე ხაზგასმული აქვს ნატოს როლი როგორც ევროპის კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედის. ნატოს როლსა და მისი გაფართოების აღქმებზე გვახსოვს, რომ კითხვის ნიშნები დაისვა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელშიც ასევე გაკრიტიკებულია ევროკავშირი და ომის დასრულების მოწინააღმდეგე ევროპელი ლიდერები. საერთოდ ჯამში ეს ურთიერთობა, როგორც შესავალშიც აღნიშნე, ასე დაახასიათა ჯოზეფ ბორელმა, რომ ამერიკამ ევროკავშირის პოლიტიკური ომი გამოუცხადაო. როგორ მოჩანს ეს ურთიერთობა საქართველოს თვალით დამატებით კიდევ ნახეთ დღეს პოლიტიკოსთან ინტერვიუში ტრამპის კრიტიკული განცხადებები. რა იცვლება ამით საქართველოსთვის? ან რა ახალი რეალობის წინაშე გვაყენებს ეს ურთიერთობა ჩვენ, როგორც ნატოს და ევროკავშირში გაწევრების მოსურნე ქვეყანას? დიახ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით, ნამდვილად, ალბათ დიდი ხანი შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ აღწერო ის ახალი რეალობა, რის წინაშე საქართველოს და მთელი მსოფლიო პრაქტიკულად დადგა. ამერიკის შეერთებული შტატების ამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ, ახალმა სტრატეგიამ, ფაქტობრივად დოკუმენტურად ამჯერად გააფორმა ის პოლიტიკა, რაც ამერიკას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატოს გაფართოებების ეპოქა დასრულდა. მინიმუმ აღმოსავლეთ ფლანგზე. შეიძლება ბალკანეთში თქვათ რამდენიმე 1-2 სახელმწიფო კვლავ მომავალში თეორიულად დაიმატონ, მაგრამ სამწუხაროდ ნატოს აღმოსავლეთ გაფართოება დასრულდა. ოღონდ ეს დასრულდა ამჯერად უკვე დოკუმენტურად, თორე სიტყვიერად საზოგადოებამ ძალიან ბევრი იცის, რომ ბევრი ლამაზი სიტყვა მოგვისმენია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით აღმოსავლეთით არ ყოფილა გადადგმული. ჩვენ არაერთხელ ვახსენებდით და ვადარებდით საქართველოს კონტრიბუციას ნატოს და ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაში, რამხელა მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ ნატოსთვის და რამხელა მსხვერპლს იღებს დღეს მაგალითად უკრაინა ნატოსთვის, ხო? ან დღემდე ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მსხვერპლს იღებს უკრაინა და დღემდე პასუხი არ მიუღია კონკრეტულად აპირებენ თუ არა ნატოში მიღებას და ვერც დიდი ალბათობით ვერც მიიღებს, იმიტომ რომ ამ ახალმა სტრატეგიამ საბოლოოდ ალბათ ყველა ის ილუზია, რომელიც ჰქონდა ჩვენს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რომლებიც ხისტი რიტორიკისკენ მოგვიწოდებდნენ, ყველა წერტილი დაუსვა. და დღეს მე მგონი უკვე ცოტა სხვა რეალობაში გავიღვიძეთ და სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ პროცესებს, ის რომ საქართველოს პოზიცია, საქართველოს პოზიციონირება გასული წლების განმავლობაში იყოს სწორი, იმიტომ რომ ჩვენ რო ყოფილიყავით უფრო ხისტი, უფრო სხვანაირი, უფრო აქტიური, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით, ჩვენ დიდი ალბათობით გავიმეორებდით იგივე სცენას, რაც 2008 წლის ომი იყო და რისთვის? საბოლოო ჯამში ისევ აი ამისთვის, რომ არაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიბანა ხელი, ახელი აიღო ნატოს გაფართოებაზე და ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ სამწუხაროდ ალბათ ჩაიხურა. რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობებს, აქაც ძალიან მძიმე ჩანაწერებია. ახალ სტრატეგიაში პირდაპირ არის რამდენიმე მიმართულებით ხაზგასმა. ის რომ ევროპა და რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ პრინციპში ამდენი წლების განმავლობაში, ის რომ ევროპა ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ის რომ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე დგას, ფაქტობრივად საკუთარი კულტურული იდენტობის გადარჩენის წინაშე დგას. ამას პირდაპირ ეს დოკუმენტი, ახალი სტრატეგია ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია ამბობს და რომ ეს მიგრაციის და უამრავი პრობლემის გათვალისწინებით ევროპა დგას თვით გადარჩენის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დღეს და ამერიკის შეერთებული შტატები ერთის მხრივ არაპირებს რომ აი ამ ასე ვთქვათ შეუმდგარ პროექტში დამატებითი ფინანსები ჩაყაროს მაგრამ მეორე მხრივ მაქსიმალურად შეეცდება რომ პატრიოტული ძალები რომლებთვისაც მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებები, ოჯახური ღირებულებები, მშვიდობის პოლიტიკა, მთელი ის პოლიტიკა, რაზეც ქართული ოცნება იყო და ქართული ოცნების ხედვა არის აგებული, ეს პოლიტიკა მაქსიმალურად გააძლიეროს ევროპაში. სხვა მხრივ ამერიკისთვის ამ ახალი სტრატეგიით ამერიკისთვის ევროპა აღარ არის პრიორიტეტი, მათთვის ამერიკისთვის პრიორიტეტი დღეიდან ხდება თავისი დასავლეთ ნახევარსფერო, რაც იყო მონროს დოქტრინის მთავარი ფუნდამენტი, მრავალი ათწლეულის წინ და მთავარი პრიორიტეტი ხდება ინდოეთი და წყნარ ოკეანეთი, ანუ ჩინეთთან დაპირისპირება. და ევროპა და სხვა რეგიონები ხდება მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანი. აქედან ჩვენ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ხო, აი ჩვენი პრიზმიდან როგორ უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი? დიახ, ნამდვილად ეს არის ბუნებრივია ყველაზე მთავარი და ყველაზე საინტერესო ალბათ საზოგადოებისთვის. ალბათ უნდა დაიწყოს დისკუსია, უნდა გაიხსნას დისკუსია, რა დასკვნები შეიძლება ჩვენ ამქედან გამოვიტანოთ. პირველი ესეთი საწყისი დასკვნები, რაც შეიძლება გამოვიტანოთ, ალბათ არის ის, რომ ნატო
რადგან აღარ იქნება აღმოსავლეთით დიდი ალბათობით გაფართოება, ნატო ვეღარ იქნება ის ორიენტირი, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტორად. ყოველ შემთხვევაში ამაზე დისკუსია, ამაზე მეტი განცხადებები, მეტი განმარტებები ამერიკისგანაც და ნატოს სხვა ქვეყნებისთვისაც აუცილებელი იქნება საქართველოსთვის და სხვა მოსურნე ქვეყნებისთვის. ეს ერთი, რაც შეეხება ნატოს. და ეს არის მიმული უსაფრთხოების თემებზე ზმუნებრივია და ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, რომ ჩვენ როგორც პატარა სახელმწიფო მაქსიმალურად ფრთხილად, მაქსიმალურად რაციონალურად, მაქსიმალურად დაბალანსებულად და არაემოციურად უნდა ვმართოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში დავდგებოდით ძალიან მძიმე უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე, რის წინაშე დღეს პრინციპში უკრაინა დგას. ეს არის ის სცენარი, რაც შეიძლება ჩვენ გველოდა. ეს მეორე ნაწილი და მესამე ევროკავშირის ნაწილი, თავად ევროპის ნაწილი. აქაც მნიშვნელოვანი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, თუ ჩვენ რეალურად რა გვინდა ევროპისგან, როგორი ევროპა გვინდა, როგორი ევროპა წარმოგვიდგენია, ის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახურ ღირებულებებზე, მშვიდობის ღირებულებებზე, თუ რაღაცა გაუგებარი იდეოლოგიების თავმოხვევით, ომის რიტორიკით და ასე შემდგომ, რა კითხვებსაც პრინციპში ამერიკა სვავს, ეს არ არის მარტო ქართული კითხვები. ამ კითხვებს, რაც ახლა მე ვახსენე, ამას ამერიკის შეერთებული შტატებიც სვავს, რომ ამერიკამ თავით უნდა გაიჯანსაღოს ის მიმართულება, რაც დღეს ევროპას აქვს, ეს არის გზა უფსკრულისკენ, ეს არის რაც ამერიკა ამბობს და ჩვენ პრინციპში ვეთანხმებით და ალბათ კარგი იქნება თუ დაიწყება საზოგადოებაში დისკუსიები თუ რა კონკრეტულად დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. და კიდევ ერთი არ მინდა აუცილებლად ეს გამომჩეს, ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რასაც მთელი 3-4 წლის განმავლობაში მოგვიწოდებდა, დღეს ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ეს იყო პირდაპირი ბილეთი, პირდაპირი გზა კონფლიქტისკენ, დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ საქართველოსთვის. ამიტომ საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს და ხედავს პრინციპში ამას, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა იყო ერთადერთი სწორი, მშვიდობიანი, პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა. ეს სტრატეგია ახლად გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, უამრავი მსჯელობა, დებატებს მოვისმენთ და კარგი იქნება ჩვენც ჩავერთვებით ამ დისკუსიას. ძალიან მოკლედ მინდა, რადგან ევროკავშირთან ურთიერთობაც ახსენეთ თქვენ, ამ მოლოდინებზეც ვისაუბროთ, ოღონდ მოკლედ რო შევაჯამოთ. ხელისუფლება პერიოდულად ახსენებს ბრიუსელს იმასაც, საქართველოს და რომ ბრიუსელიდან ამ დრომდე არ მოусმენია 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობა. ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 10 დღეში არის ევროკომისიის შეკრება დაგეგმილი, რომლის მიმართ არსებობს გარკვეული მოლოდინები და მათ შორის საქართველოშიც იყო ესეთი განცდა, რომ მაგალითად BBC-ს ეს ცნობილი ბრალდება შესაძლოა ერთგვარი ნიადაგის მომზადებაც ყოფილიყო აი ამ შეკრების წინ. როგორია მოლოდინი? დიახ, ჩვენ არაერთი კითხვა თავსვით ასევე მოწოდება უბრალოდ ბრიუსელისადმი, ევროპელი ბიუროკრატებისადმი, პოლიტიკური ოჯახებისადმი, მათ შორის განსაკუთრებით ალდესადმი, ამ ლიბერალური ორგანიზაციისადმი, იმიტომ რომ მაგრამ ეს იყო უფრო რიტორიკული კითხვები ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავდით, რომ და არანაირი მოლოდინი არ ქონდა რეალურად, რომ ისინი გაემიჯნებოდნენ იმ რადიკალიზმს, იმ ტერორიზმს, იმ ძალადობას, რაცაც ვხედავდით საქართველოში ამ ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, მარტივი მიზეზის გამო არ ქონდა ჩვენ მოლოდინი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სწორედ ეს ორგანიზაცია ახალისებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ზოგჯერ დუმილით და ზოგჯერ პირიქით, აქტიური პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერით ამ ძალადობას და ამ რადიკალიზაციას. ამიტომ ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ისინი გაემიჯნებიან, თუმცა ჩვენ ამ მოწოდებებს აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებთ და ასევე ხედავთ კი ნამდვილად თქვენ სწორად ძანეთ, რომ ისინი ცდილობენ ახალ-ახალი ამ დეზინფორმაციული კამპანიები, ეს კამპანიები გამოიყენონ საბაბად რაღაც შედარებით უფრო მძიმე გადაწყვეტილებებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს დეზინფორმაციები არის 5-6 დღიანი ჩვეულებრივი სიყალბე, მარტივად აეხადა ყველაფერს ფარდა და ყველა რაც არ უნდა მიიღონ, როგორც არ უნდა საქართველოსკენ გამოიშვირონ გადაწყვეტე თითები, სიმძიმის ცენტრი გადმოიტანონ საქართველოსკენ, კიდევ ერთხელ მთავარი წყარო, მთავარი მიზეზი ამ ურთიერთობის გაუარესების არის თავად ბრიუსელი და როგორც ამერიკამ ამ სტრატეგიაში ასევე ახსენა, არა ამერიკის შეერთებული შტატები ან სხვა, არამედ თავად ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ იმღირებულებებს, რის გამოც მას უწოდებთ ევროკავშირს და რატომაც მოგწონდა და გვიყვარდა და ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოსთანაც, ამერიკასთანაც და სხვა აქტორებთანაც ნორმალური ცივილური ურთიერთობების აღდგენა. ძალიან დიდი მადლობა ლევან მახაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პასუხობდა დღის ქრონიკის კითხვებს.